მომხმარებელს უნდა უთხრა რომ შენ თუ ყალბ რაღაცას შეიძენ, ამაზე პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს, ხარისხიანი არ არის ხარისხიანი, მე რო გაფუჭდება ჟოზეს ვერ მოთხოვ პასუხს თუ ყალბი ჟოზე იყიდე მარტივად ან სათამაშო ან რაღაცა, რომ იყო ეგეთი შემთხვევა, რომ სასაჩუქრე ყუთები, კარდონის ყუთები ჟოზეთი დახატული გამოუშვეს ისე ნებართვის გარეშე. ხო და იქ იყო ჩადებული მარიხუანას ფოთოლი, კანაფის ფოთოლი, ფორმა ქონდა და თან იყო რაღაცა რკინის წვეტიანი, ანუ ესე იგი ჯერ ისედაც ბავშვთან კანაფის ფოთოლის რატომ უნდა გააკეთო და მერე თან სახიფათო იყო. ამაზე რა თქმა უნდა განაწყენდა ჩვენზე და ნუ ჩვენ მოგნიშნა მე პირადად რაღაცა. ამიტომ აუხსენით მე იმ ადამიანს რომ აი ეს პრობლემა შეიძლება მოხდეს რომ იქ გარდა იმისა რომ კაი მე ვზარალდები თუ არ ვზარალდები შეიძლება ეს არ გაინტერესებდეს, მაგრამ მე როდესაც ვაკეთებ თუნდაც იგივე ყუთებს ათამაშო ჩემ პარტნიორებთან ერთად, ხო? იქ რაღაცა წესებს ვიცავთ როგორც მორალურ წესებს, ასევე ვიცავთ კანონმდებლობას და ის გადის სერტიფიცირებას ასე შემდეგ. და შენ უნდა იცოდე, როცა გაყალბებულს ყიდულობ, იქ არ იქნება ეგეთი რაღაცა, შეიძლება შენ თვითონ დაზიანდე. ხო, როგორ შეიძლება ის ფოთოლი ხო ყველა მიცის, როგორ წვეტიანი რაღაცა რკინის ჩადება, როგორ შეიძლება ბავშვთან, ხო, 3 წლის. შეიძლება უბრალოდ ჩაყლაპოს.